მოგესალმებით. საგანს, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად მე-7 კლასში გავდივართ, ეწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველი და ის აერთიანებს ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას. ჩვენ გადავედით ბიოლოგიაზე, მოგეხსენებათ, ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სიცოცხლეს, ცოცხალ ორგანიზმებს და მაშინ მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს უჯრედულ დონეზე. დღეს ჩვენ ახალ მუშაობის პრინციპად ავირჩევთ გუნდური მუშაობის პრინციპს. ანუ თქვენ დაიყოფით გუნდებად, იმუშავებთ გუნდებში, ხოლო რაც შეეხება გაკვეთილის თემას და გაკვეთილის მიზანს, ამის დაკონკრეტებაში თქვენი გამჭრელი გონება და დახმარება დამჭირდება. სანამ უშუალოდ გაკვეთილზე გადავიდოდეთ, მოდით ბავშვებო გავიხსენოთ აქტივობა, რომელსაც ჩვენ ხშირად მიმართავთ ხოლმე. ეს აქტივობა გვეხმარება რაში? ყურადღების მობილიზებაში, კონცენტრაციის მოკრებაში და ერთმანეთთან კომუნიკაციის ეფექტურად დამყარებაში. გახსოვთ, მე შემოვკრავ ტარს, თქვენ შემდგომ იმდენჯერ იმავე სინქრონში გაიმეორებთ და ამის შემდეგ ყველანი ვჩუმდებით. ყოველი ამ აქტივობის შემდეგ გაჟღერდება თქვენთვის საჭირო, საინტერესო მორიგი ინფორმაცია. გავიხსენოთ? უკეთესად? ეხლა ბავშვებო, თქვენ როგორც შეამჩნიეთ, თითოეულ თქვენგანს მერხზე დახვდა თაბახის ფურცელი. ჯერ თქვენ ამაზე ინფორმაციას ერთად თქვენ გადმოაბრუნოთ. თაბახზე ჯერ არ წავიკითხოთ, თუ შეიძლება მოусმინეთ ინსტრუქციას. თაბახის ფურცელზე მე ამოვკრიფე ინფორმაცია და გარკვეული ინსტრუქციის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მუშაობას. კერძოდ, მოგეცემათ 30-დან 40 წამი იმისათვის, რომ წაიკითხოთ ეს ყველაფერი, გაიაზროთ შეგ დაწერია, ამის შემდეგ გამოვხვალთ თავისუფლად გადაადგილდებით და თქვენ თვითონვე მიიღებთ გადაწყვეტილებას, რის საფუძველზე და რამდენ ჯგუფად უნდა შეიქმნათ. შეთანხმდით? გაიგო ყველა ინსტრუქცია. მაშინ წამწვევით ჩაერთო. ინფორმაცია ერთმანეთს და შეგარით. თინათინი, ესო და აკაკი ერთად და თქვენ კიდევ ერთად. რა რის მიხედვით დაიყავით ბავშვებო? რატომ გაერთიანეთ ერთ ჯგუფში? ჩვენ ჩვენი ინფორმაციის მოცემული კომპონენტები ეხლა და სოკოს უჯრედის აზროვნების. შენც იგივე აზრზე ხარ? ანუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომელიც ყველა რის შესახებ? სოკოს შესახებ. თქვენთან რა შეასახმე? ჩვენ იმიტომ გავერთიანეთ ერთ ჯგუფში, რომ ჩვენი ინფორმაცია ემთხვეოდა ცხოველური უჯრედის კომპონენტებს. კერძოდ, ჩვენ ინფორმაციაში მოცემული იყო მცირე ზომის ფაქტორი, რაც არ აქვს არც სოკოს უჯრედს და არც მცენარეული უჯრედს, სწორედ ამიტომ გავერთიანეთ ცხოველურ უჯრედს. ანუ ამ კომპონენტებმა მოგცათ საშუალება იმისა, რომ ერთი გუნდი შეგეკრათ. თქვენთან როგორ ასახმე? ჩვენ იმიტომ გავერთიანეთ ერთ ჯგუფში, რომ ჩვენს ინფორმაციაში მოცემული იყო ქლოროპლასტი. რაც მას მითითებს, რომ ეს უჯრედი არის მცენარეული უჯრედი. მცენარეული უჯრედი. ეს უკვე უდაოდ ამტკიცებს თუ არა ბავშვებო იმას, რომ ეს მცენარეული უჯრედია. იმიტომ რომ ქლოროპლასტი სხვაგან არსად არ არის. თქოს ჩვენ დაიკავეთ თქვენი ადგილები. მაშ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგებულებაში განსხვავება, განაპირობა ის, რომ შეიკრა სხვადასხვა გუნდი და სხვადასხვა ჯგუფი შეიქმნა. თქვენ შემახსენეთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით? ცხოველური უჯრედის, თქვენ სოკოს, თქვენ კიდევ მცენარე. კი ბატონო, ძალიან კარგი. ახლა მითხარით ბავშვებო. ასეთ ლოგიკურ შეკითხვაზე პასუხი. როგორ ფიქრობთ, განსხვავება უჯრედის აგებულებაში იწვევს თუ არა განსხვავებას ამ ორგანიზმებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში და რა პროცესი შეიძლება იყოს ის, რომელმაც შეიძლება განსხვავება, რაშიც განსხვავება აისახება. აბა ნინო გისმენ?
მიხედვით განსხვავდება. ბატონო, კვების ტიპის მიხედვით. ვინ განსხვავდება კვების ტიპის მიხედვით? უჯრედები. უჯრედები? აბა ვინ დააკონკრეტებს უფრო? აბა მითხარილია? მცენარეები. ისინი ავტოტროფები არიან. ისინი თვითონ ქმნიან საკვებს წყლისა და ნახშირორჟანგის ხარჯზე. კი ბატონო, წყლისა და ნახშირორჟანგის სახზე ქმნიან საკვებს, რომელსაც ქვია რა? რა ქვია კატეგორიის? რა ქვია? გლუკოზა. და კიდევ რას წარმოქმნიან ამავე დროს? მოლეკულურ ჟანგბადს. ანუ რა ქვია ამ პროცესს? ფოტოსინთეზი. ვინმე შემახსენებს ფოტოსინთეზის განმარტებას? აბა ეხლა ფოტოსინთეზში არაორგანული ნივთიერებიდან, კერძოდ წყლისა და ნახშირორჟანგიდან მიიღება ორგანული ნივთიერება, გლუკოზა და ჟანგბადი. ამ პროცესის ენერგიის ხარჯზე ფოტოსინთეზი ეტოტიკეტა. ესე იგი, ბავშვებო, განსხვავება აგებულებაში გამოიწვია ის, რომ ორგანიზმების კვების ტიპი შეიქმნა როგორი? განსხვავებული. მაშ ავტოტროფები თვითონ ქმნიან მათთვის საჭირო არაორგანულ ნივთიერებებს, ხოლო ჰეტეროტროფები კი მოიხმარებენ და მოიხმარენ ამ მზა ორგანულ ნივთიერებებს. მოდით კიდევ გადავდგათ ნაბიჯი წინ. უჯრედი ცოცხალი ორგანიზაციის იერარქიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას. ბავშვებო, რა არის შემდგომი საფეხურები? ანუ უჯრედები რას ქმნიან? რას ქმნიან უჯრედები ანეტა? ქსოვილები? დამეხმარეთ ყველა ერთად ორგანოები, ორგანოთა სისტემას. მას სანამდე მივედით, ბავშვებო, რომ უჯრედი რა არის? აგებულების ერთეულები. ყველა ცოცხალი მცენარე იქნება ის, ცხოველი იქნება თუ სოკო, რომელ სამეფოში არ უნდა იყვნენ გაერთიანებული, ყველას რა გაქვს საერთო? რა ერთიანებს უჯრედს? მე მგონი თქვენ უკვე ხვდებით რა არის ჩვენი გაკვეთილის თემა. ეს არის უჯრედი. ახლა კი მინდა ესეთი შეკითხვა გავაჟღერო. ბავშვებო, ჩვენი გაკვეთილის თემა არის უჯრედი და მისი აგებულება. მე მინდა თქვენ დაფიქრდეთ. სულ რაღაც ერთი წუთი მოგეცემათ ამისთვის, რომ თუ საჭირო იქნა კიდევ უფრო მეტიც და გაიაზროთ, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი. არის თუ არა უჯრედის შესწავლა საჭირო? რისთვის არის ეს საჭირო და რას გვაძლევს ეს ყოველივე? თუ შეიძლება გაიხსენეთ ისიც, პირველად ვინ აღმოაჩინა უჯრედი და როდის მოხდა ეს? აბა წამწამს ჩაირთო, მე ვაკვირდები. კი ბატონო. მოიფიქრეთ? კარგი, აბა ვის შევდის, აბა სანდრო მითხარ. მე მოდი მე შეკითხვას გავიმეორე. რატომ არის ჩვენი გაკვეთილის თემა აქტუალური? რატომ სწავლობთ უჯრედის აგებულებას? რაში გამოვიყენეთ ამას? უჯრედის შესწავლა იმიტომ არის აქტუალური, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანებიც აგებული ვართ უჯრედებისაგან. და თუ გინდა რომ ჩვენი სხეული შევისწავლოთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ უჯრედები. ეთანხმებით ბავშვებო? არა მარტო ადამიანი, ყველა ცოცხალი ორგანიზმი აგებულია უჯრედისაგან და თუ მინდა ვიცოდეთ, როგორ არის ის აგებული, რა კომპონენტებისაგან არის შემდგარი, აუცილებლად უნდა გავეცნოთ უჯრედის აგებულება. ანუ უჯრედი, როგორ შეიძლება ახლა ჩამოვაყალიბოთ, აგებულების ერთეულია. კიდევ რაბა გავიხსენოთ, რატომ არ ბავშვობა აქტუალური უჯრედის შესწავლა იმედის? უჯრედის შესწავლა იმიტომ არის აქტუალური, რომ უჯრედი განვითარების ერთეულია. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნება გადაყოფიერებული კვერცხუჯრედისაგან, ზიგოტისაგან, ხოლო უსქესო გამრავლების დროს ყოველი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება დედისეული უჯრედის დაყოფის გზით. და ამიტომ რა? და ამიტომ ყოველ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გამრავლება და უჯრედი არის განვითარების ერთეული. აბა როგორ დააკონკრეტებ, უფრო კარგად გამაგებინე, რატომ არის აქტუალური უჯრედის შესწავლა? უჯრედი ყველა ცოცხალი ორგანიზმი თურმე საიდან იქნებს განვითარებას? ერთი უჯრედიდან. ესე იგი, გარდა იმისა, რომ სანდრო თქვა, რომ უჯრედი აგებულების ერთეულია, უჯრედი კიდევ მისი განვითარების ერთეულია. რას დაამატებთ ესო?
მიუხედავად იმისა, რომ უჯრედი აგებულების ერთეულიცაა და განვითარების, უჯრედი ამავე დროს ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციური ერთეულიცაა, ანუ უჯრედი ასრულებს იმ ქსოვილის ფუნქციას, რომელშიც შედის, მაგალითად, ნეირონი ასრულებს ტვინის ფუნქციას, ერითროციტი ასრულებს სისხლის სატრანსპორტო ფუნქციას, კუნთის უჯრედი ასრულებს კუნთის ქსოვილის ფუნქციას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციური ერთეულია. აბსოლუტურად სწორია. ესე იგი გამოდის, რომ თუ გვინდა ამა თუ იმ ქსოვილის ფუნქციის შესწავლა, ნერვული ქსოვილი იქნება ეს კუნთოვანი შემაერთებელი, არა აქვს მნიშვნელობა. უნდა ვიცოდეთ ის პროცესები, რაც ამ უჯრედში მიმდინარეობს, რათა გავიგოთ რა ფუნქციას და როგორ ასრულებენ ესა თუ ის ქსოვილები თავიანთ დანიშნულებას. შევთანხმდით, მას უჯრედი ყოფილა აგებულების ერთეული, უჯრედი ყოფილა განვითარების ერთეული, უჯრედი ყოფილა ფუნქციური ერთეული. ამრიგად უჯრედის შესწავლა არის ძალიან აქტუალური, ძალიან საჭირო. გამახსენებთ ბავშვებო, ვინ როდის, სად, რაზე ნახა ეს უჯრედები? პირველად ნახა რობერტ ჰუკმანს პატარა ხის თერგზე. ანახაზე, არა? ხის კორპზე ნახა და რადაც უნდა დააკეტა. რომელს სცენარიული ორგანიზმი შეიცავს უჯრედს. აგებულია უჯრედებისაგან. შემდგომ როგორ განვითარდა ბავშვებო ეს აღმოჩენა, რა დაემატა ამას? სისხლისა და წყალზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ისინი შეიცავენ უჯრედებს და დაასკვნა, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი აგებულია უჯრედებით. ანუ არა მხოლოდ სცენარი, არამედ ყველა ცოცხალი უჯრედული აგებულებაა. შემდეგ შვანმა და შეიძენოს დაამტკიცეს. კი ბატონო და ჩამოყალიბდა უჯრედული თეორია, რომელიც შეიძლება შემდეგ დებულებად ავყოთ, როგორც ამრომბრძანა უჯრედი აგებულების ერთეულია, როგორც ამ ჯგუფმა გვიკარნახა უჯრედი ყოფილა განვითარების ერთეული და ყველა ცოცხალი ორგანიზმი განვითარებას იწყებს ერთი უჯრედიდან და უჯრედი ასრულებს თურმე იმ ქსოვილის ფუნქციას, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბავშვებო რა არის უჯრედი. ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ უჯრედი მართლაც საოცარი ქმნილება, არ არსებობს უფრო უნიკალური, უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული წარმონაქმნი, როგორიც არის უჯრედში. უჯრედში საოცარი პროცესები მიმდინარეობს. აქ მიხდება ბავშვებო ნამდვილი სასწაული. ყველა ორგანოიც გააჩნია მკვეთრად განსაზღვრული ფუნქცია და თითოეული მათგანი ამ ფუნქციას შესაშური სიზუსტით და ერთმანეთთან შეთანხმებით ატარებს. ყველა სასიცოცხლო პროცესი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ელემენტარულად წამწამის სახამხმლება, რომელსაც ჩვენ დღევამეში დაახლოებით 40,000 ჯერ ვაკეთებთ. დაახლოებით 20,000 ჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ. აი უბრალოდ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურად რომ ავიმართოთ ნეირონებში 150 მილიონი ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს ერთდროულად. დაახლოებით 150 ტრილიონი უჯრედებისაგან შევხვდებით. ეს უჯრედები შეიძლება მათი ნაწილი მუდმივად გვხვდება, ახალი ხდება მათი აღდგენა და ამ საოცარ პროცესებს ჩვენ შევისწავლეთ მაღალ კლასებში. მაგრამ ნაწილს ბიოლოგიის რომელიც ამას შეისწავლის, ეწოდება ციტოლოგია. ციტოლოგია ანუ უჯრედის შემსწავლელი მეცნიერება. ჩვენ ახლა ბავშვებო გავიხოთ და შევასრულებთ პრაქტიკულ სამუშაოს. დავაკვირდებით სცენარის, კერძოდ ხახვის ქერქლის უჯრედებს. რატომ ხახვის ქერქლის უჯრედებს? იმიტომ რომ მიკროსკოპში უჯრედის გასაკეთად საჭიროა პრეპარატის ისე დამზადება, რომ მასზე მოთავსებული საგანი ძალიან თხელი იყოს. იმდენად თხელი უნდა იყოს ეს სცენარის თუ ცხოველისაგან აღებული ქსოვილის ანათალი, უჯრედები ერთწყებად იყოს განლაგებული და მისი დანახვა უნდა იყოს შესაძლებელი. მით უმეტეს სასკოლო მიკროსკოპი. ხახვის ქერქლი კი თქვენ იცით ძალიან თხელია და ეს მართლაც ერთწყებად განლაგებული უჯრედებისაგან შედგება. ეხლა მე სადღაც მოგცემ თქვენ 5-დან 8 წუთამდე დროს იმისათვის, რომ მიკროსკოპში დაათვალიეროთ ხახვის ქერქლის უჯრედები. ამავე დროს ის, რასაც თქვენი თვალით ნახავთ მიკროსკოპში, იქნებ წინასწარ დამზადებულია ფურცლები, დახატოთ ხედულობით მიღებული ინფორმაცია და შემდგომ თითოეულმა თქვენგანმა ეს დაფაზე გააკრათ. მე მგონი თქვენ დაახლოებით ხვდებით რა არის ჩვენი გაკვეთილის მიზანი. მე მისდა დავისახებ ბავშვებო, რომ თქვენ წიგნებში ილუსტრაციებზე ნანახი ეკრანებიდან სლაიდებით მიღებული ინფორმაცია განამტკიცოთ უჯრედის აგებულების შესახებ თქვენი თვალით ცოცხლად დამზადებულ პრეპარატზე ნანახით. გაიგეთ გაკვეთილის მიზანი და მე მაინტერესებს გამართლდება თუ არა თქვენი წარმოდგენა უჯრედის აგებულებაზე, ის თეორიული ცოდნა იმ პრაქტიკული ნანახით.
ინსტრუქცია გაიგო ყველა. მაშ თქვენ ახლა ადგებით ძალიან შუმად, მივხვდით მიკროსკოპებთან, დაიწყებთ მუშაობას, დააკვირდებით ხახვის ქერქლის უჯრედებს, ყველაფერს ამას ჩახატავთ, მერე გამოდიხართ დაფასთან და დაამკრავთ. ამჟამად ჩაერთვა გადაინდანე. კარგის, აღარ იგი გადაგასვი შეიძლება. Machines, Kaffee, sitzen nach Hause. თქვენ ხედავთ ერთმანეთის დამუშავებას? ხედავთ. მე მგონი ყველა ვერსია იგივე დაინახა. იმიტომაც რომ პრეპარატი იყო ერთი და იგივე, იმიტომ რომ ყველაფერიც გაკეთებული იყო ხახვის ქერქლზე და ყველამ დაინახეთ რა. ვის შეუძლია დააკონკრეტოს რა ნახა მიკროსკოპში ენერგიის ხახვის უჯრედების გარსი და ბირთვი. ბავშვებო, გამართლდა ის, რასაც ელოდით ნახეთ, ის თუ სხვა რამე დაინახეთ. აბა გისმენ. მას ჩემი წარმოდგენა ნაწილობრივ გამართლდა. ნაწილობრივ. რატომ ნაწილობრივ სანდრო? ასე იმიტომ რომ ციკში აღმოჩნდა ილუსტრაციაში მას ციკს სულ სხვანაირად იყო გამოხატული და დაახლოებით და როდესაც მე ვნახე ყველაფერი თვალნათლივ ვერ დაინახე, მაგრამ ის რაც დაინახე, ანუ მემბრა, გარსი, უჯრედის კედელი და ბირთვი კონდეს უნდა თუ არა მცენარეს. კი, მაგრამ შენ ვერ ნახე უფრო მეტი, ხო? აი რა გინდოდა ბავშვებო კიდევ რომ რას ელოდით, კიდე რა შეიძლება დაგენახათ უჯრედში? მას უჯრედში შემავალი სხვა კომპონენტები. კერძო? ასე კერძოდ მას ქრომოსომას მიდახვი. კი ბატონო. კი ბატონო, ეს სრულიად ბუნებრივია ბავშვებო. კი ბატონო, და აი ეს კომპონენტები რომელიც თქვენთან ქონდა ჩამოთვლილი, ენდოპლაზმური ბადე, მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, რიზოსომები, რიბოსომები და ასე შემდეგ. მაგრამ ბავშვებო, აბა შემომხედეთ. თქვენ ხომ იცით რომ გარდა ამ სასკოლო პრიმიტიული მიკროსკოპის არსებობს ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც ამოდენიმე 100 და 1000-ჯერ გადადებულ გამოსახულებას იძლევა. ბუნებრივიც არის რომ ეს ყველაფერი ჩვენ ვერ დაინახეთ ამ სასკოლო მიკროსკოპით. ამის დანახვის სიამოვნება თქვენ წინ გელოდებათ, ვინც ამ საგნით და კერძოდ ციტოლოგიით დაინტერესდებით. კარგით, მოკლედ მე მგონია რომ ჩვენ მიზანს მივახციეთ თუ არა. მივახციეთ. ანუ ის რაც ვიცოდით თეორიულად, ის რაც გაგვება უჯრედის შესახებ, იმ მცირე დოზით და იმ მოცულობით, რომელითაც ჩვენ მე-7 კლასის სასწავლო კურსი გვაძლევს საშუალებას, ქონდა გარკვეული ინფორმაცია უჯრედის აგებულებაზე და ეს ყველაფერი ნახეთ თვალნათლივად. ახლა მე მინდა ბავშვებო თქვენ კიდევ ერთი დავალება მოგცეთ. იმუშავებთ ინდივიდუალურად.
და თვითონ თქვენგანს მიეცემა პატარა საფიქრა და პატარა დასკვნის გამოტანის ვალდებულება ეხლა. Შეამჩნიეთ ალბათ რომ მე კედლებზე გავაკარი სხვადასხვა მოაზროვნეების გამონათქვამები. კერძოდ სოკრატე ამბობს, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. რას ამბობს? მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. მალე კი გვეუბნება, რა სასიამოვნოა, როცა რაღაც გაიგე. რა სასიამოვნოა, როცა რაღაც გაიგე. შემეცნება გაკვირვებით იწყება. არისტოტელეს ეკუთვნის ეს სიტყვები. ბავშვებო, ამ სიტყვებმა საუკუნეებს გაუძლეს და ფრინავ ფრაზებად იქცნენ. ნეტა რატო? კონფუცი კი ამბობს, მითხარი და მე დამავიწყდება. მაჩვენე დავიმახსოვრებ. მომეცი საშუალება ვიმოქმედო და მე ვისწავლე. ამბობს კონფუცი. ახლა თქვენ გეძლევათ დრო იმისათვის, რომ გაიაზროთ ეს გამონათქვამები სოკრატეს, მალერის, კონფუცის და არისტოტელეს. უცებ პასუხი კითხვაზე, რომელსაც ახლა გავაჟღერებ. ბავშვებო, რომელი ფრაზა უფრო სწორად ასახავს იმ პროცესებს, რომელთანაც თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შეხება სკოლაში, საგაკვეთილო პროცესებში. გაკვეთილებზე მიღებული შთაბეჭდილებები თქვენი და ემოციები, რომელ გამონათქვამთან უფრო გაახლოებთ და რომელს უფრო მიესადაგება. შეკითხვა გაიგეთ? აბა მოდით იფიქრეთ ინდივიდუალურად. მოგცემთ დროს, დრო გვაქვს საკმარისად. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენთვის, რომ ეს აქტივობა არ გამჭირდა, იმიტომ რომ დღეს მთლიანად მობილიზებულია თქვენი ყურადღება და კონცენტრირებული ხართ. ახლა კი ძალიან გთხოვთ იფიქროთ ამ კითხვის გარშემო და ჩამოყალიბდეთ. აბა წამსვლებს ისევ ჩავთავთ. გადაწყვეტილება. იცის ვინისკენ არის და ვის ემხრობა უკვე ყველა. მაშინ ძალიან გთხოვთ ჩუმად წარმოდგეთ. დაიკავოთ ადგილები იმ ფრაზების ქვეშ, რომელსაც ემხრობთ. რატომ სოკრატე? ამაში სოკრატე იმიტომ არ ვიცი გამონათქვამები ესეთი. მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. თუმცა რამეს იგებ, ხვდები რომ ეს არაფერი არა, რაც რო არ იცი ის. იმასთან შედარებით? რაც არ იცი. აბა უფრო კარგად მიხარისენიო? ეს რამეს იგებ, ხვდები რომ ეს არაფერი არა, იმასთან შედარებით თუ რაც გეუბნება და რაც გაიგე. ესეც გაიგე. ანუ შევთვლი რომ უფრო მეტია გასაგები ვიდრე რა გაიგე, ხო? სამყარო თვითონ თავისთავად არის უსასრულო. იცოდე ყველაფერი ნიშნავს, იცოდე ყველაფერი ყველაფრის შესახებ. ეს ერთ ადამიანს შეუძლია ბავშვებო, ეს ალბათ მარტო შემოქმედს, ღმერთს შეუძლია. ამიტომ ყოველ ჯერზე, ყოველთვის როცა ახალ საკითხს ამუშავებ, ყოველთვის როცა ახალ ინფორმაციას ღებულობ, სულ უფრო და უფრო რწმუნდები სამწუხაროდ იმაში, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ რომ იცი ის, რომ არაფერი არ იცი, ეს უკვე ცოდნა, რაღაცის ცოდნა მაინც არის, ხომ ეთანხმებით? ისმენ? მე ვფრობი არისტოტელეს. ის ამბობს, შემეცნება გაკვირვებით იწყება. მართლაც ასეა, როდესაც ახალ მიღებული ინფორმაციისგან რაღაც გაგუბრდება, ჩვენ ვიწყებთ მასზე ფიქრს, ჩვენში უამრავი კითხვის ნიშანი იბადება და ვეძებთ მასზე პასუხებს. ეს კი თავისთავად შეფასებას არ ვითარებს და სწავლის პროცესში გვეხმარება. და შევთვლი რომ ჩვენთან ასეა? ანუ შენ რაღაცეები გაუცებ, რაღაცეები გიკვირს და ამის შემდეგ იწყებ ყველაფერზე, ხო, ფიქრს. და ეს რა თქმა უნდა განძლევს პროვოცირებას იმისა, რომ მეტი იფიქრო, მეტი ინფორმაცია მიიღო და ამასობაში გამოვიდა, რომ ეს საკითხი უკვე უფრო სასიამოვნო და საინტერესოდ ისწავლე. შენ რატო კონფუცი? მას მე კონფუცის იმიტომ რომ მან თქვა, მითხარი და მე დამავიწყდება. მაჩვენე და დავიმახსოვრე. მომეც საშუალება მოქმედა და მე ვისწავლე. მე ამ თქვა გამონათქვამს იმიტომ ვფლობი, რომ ეს მართლაც ასეა. როდესაც ჩვენ მე რამეს გვაქვს, ის შეიძლება ჩვენ ადვილად დაგვაწყოს. მაგრამ როდესაც თვალსაჩინო ყველაფერს დაფაზიანებს გვაჩვენებს, ის ჩვენ ადვილად დაგვამახსოვრდება. მე როგორც გავიგე და აბსოლუტურად სწორად გააკეთე შენ ამის პერიფრაზი და გამაგებინე, რომ ნათქვამი შეიძლება უფრო ადვილად დაგავიწყდეს. ნანახი მეტად გამახსოვრდება და თუ შენი ხელით რაღაცას აკეთებ, იმას უფრო ადვილად ისწავლე. აბსოლუტურად მეთანხმები კონფუცისაც და შენც. აბა შენ ასე თქვენ რა სიტყვით? მე ვფრობი მალეს, როდესაც ის ამბობს,
რა სასიამოვნოა, როცა რაღაც გაიგებ. მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალი ინფორმაციას ღებულობ ეკრანიდან და წიგნში ახალ აღმოჩენებს აკეთებ, ეს შენში სიამოვნების გრძნობას აღვიძებს და ძალიან გსიამოვნებს. ეს კი სწავლის პროცესში გახმარება. ანუ შემთხვევით, როცა სწავლობ, პარალელურად სიამოვნებას განიჭებს ეს მიღებული სწავლების პროცესი. ბავშვო, ემხრობით კესოს, თქვენთან არის ასე, როცა სწავლობთ, ეს სასიამოვნო გაცდებს და ემოციებს იწვევს თქვენში. სასიამოვნოა თვით. მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ რამეს მივაღწიეთ, ბავშვო, ვინაიდან როცა სწავლობ, სასარგებლო, საჭირო საქმესთან ერთად აკეთებ სასიამოვნოს და ეს ყველაფერი მართლა სწავლას ძალიან გაგიადვილებს. დიდი მადლობა დაბრძანეთ დაიკავეთ ადგილები, მოვიხილეთ სცენარის ცხოველის სოკოს უჯრედები, მათი აგებულება, ნახეთ განსხვავება მათ შორის. თქვენ პარაგრაფი, რომელიც უჯრედის აგებულება შეეხება გაქვთ წიგნში და დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლად ესწავლეთ, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი დავალება მოვცეთ. ეს იქნება წიგნში, ინტერნეტ სივრცეში შეეცადეთ და უფრო დააკონკრეტეთ განსხვავება სცენარიული და ცხოველური უჯრედის აგებულებაში. ოღონდ ეს დავალება წერილობით შეასრულეთ. შევთანხმდით.